ბოლო დღეებში საქართველოს ქალაქებში ფანჯრიდან თუ გაიხედავდით, ბურუს დაინახავდით. ეს რეალურად სმოგია, ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ბურუსი. ეს ნიშნავს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების PM2.5-სა და PM10-ის რაოდენობა დასაშვებ მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. მაგალითისთვის, PM10 ნაწილაკები გზიდან ან სამშენებლო მასალებიდან წამოსულ მტვერშია. PM2.5-ის ნაწილაკები დანადგარების, გამონაბოლქვების, საწვავის წვის, წარმოებასთან დაკავშირებული ემისიებისა და ყვამლის შედეგად ხვდება ატმოსფეროში. მიღებული ზიანი მყარი ნაწილაკების ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო პატარაა ისინი, მით უფრო ბევრგან შეიძლება შეაღწიოს ჩვენს სხეულში. ეს ნაწილაკები ჩვენს სასუნց სისტემაში ფილტვებსა და შეიძლება სისხლშიც კი აღწევს. ამას შეუძლია უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის სიმსივნის რისკიც გაზარდოს. სმოგთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადი რეკომენდაციები შემდეგნაირია. გარეთ გასვლისას რესპირატორი გამოიყენეთ. სამედიცინო პირბადიან ჩვეულებრივი ქსოვილი არ გამოგადგებათ. ამისთვის სპეციალური რესპირატორები N95, KN95 ან FFP2 უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ქუჩაში გადაადგილებას. ასე შემცირდება შანსი, რომ დაბინძურებული ჰაერი შეისუნთქოთ. შეგიძლიათ სახლში ჰაერის გამწმენდი გამოიყენოთ. ამან მყარი ნაწილაკების რაოდენობა შეიძლება 40%-დან 82%-მდე შეამციროს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის ასეთი დაბინძურება უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ გამოიწვია. თუმცა არ აკონკრეტებენ, რისი გაკეთება შეიძლება ამის აღმოსაფრთხოდ ან საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად. აღინიშნა, რომ სმოგის პრობლემას წვიმა, თოვლი ან ქარი მოაგვარებს.